მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს ჩვენ სუახალი მოდელი, ეს არის ჯაკი A5, რომელსაც ახლავს განახლება. აი ეს A5 EB არის, EA იყო წინა მოდელი. ქარხნიდან გამოვიდა მე-7 თვეში, მის მერე სანამ ჩამოვიდა, სანამ ერთ წუთით გვაქვს ეს მანქანა, ვისაც გსურთ. ამ მანქანაზე რა მინდა გითხრათ თქვენ. ესე იგი არის ახალი მოდელი, რომელსაც ახლავს სენსორი, თათის სიმაღლის, იმის დამიხედ თუ რამ ხელაზე აიწევა თათი, რეგულირდება მაგისი სიმძლავრე და შეუძლია უკეთესად გადაიაროს, თქვათ, ცოტა უფრო სქელი მასალები. ეს სენსორი გათიშვადიც არის, თუ გვინდა ჩვენ შეგვიძლია ამ ღილაკის მეშვეობით მაგი გავთიშოთ. ახლა კიდე გავვლით თუ რა შეუძლია თვით ამ მანქანას. ეს არის თავისი პულტი, რომელთაც რეგულირდება სიჩქარე, დადასტურების ღილაკი და ასევე მარცხნივ-მარჯვნივ მენიუში გადასასვლელად. გვაქვს ჩამაგრების კი არა, ნაბიჯის გაზდა და პატარავების საშუალება. ჩამაგრება თავში, ჩამაგრება ბოლოში, ასევე ჩვენ გვაქვს ახლა ეკრანზეც გაჩვენებთ, ანუ ახლა გვაქვს ჩვენ ერთმაგი ჩამაგრება, ახლა არის ორმაგი ჩამაგრება. ახლა გავთიშოთ ცოტა ხნით. Voice reminder function on. ესე იგი, ჩამაგრება თავში, ჩამაგრება ბოლოში. შეგვიძლია ჩავთვალოთ ორმაგი ჩამაგრებაც, შეგვიძლია სრულად გავთიშოთ მაგი. Start bar tack stitch. Так. იდენტურად ეხება ჩამაგრების ბოლოს, ანუ ჩამაგრება თავში და ბოლოში. რაც შეეხება დანარჩენ ღილაკებს, ჩვენ გვაქვს სწორი გვერდსი და პროგრამული ღილაკი, ანუ თუ ჩვენ ვაწვევით ოდნავ, მაგ შემთხვევაში ერთვება უბრალოდ სწორი გვერდსი, თუ ჩვენ ვაწვევით და გვიკავია მიახლოებით 3 წამი, თუ 2 წამი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დავაპროგრამოთ მანქანა და ის თვითონ შეგვიკერავს კონკრეტულ მანძილს, მითითებულ მანძილს, ну თქვათ 10 სანტიმეტრს და გაჩერდება. თუ თქვენ გაქვთ რამე კონკრეტული შესაკერი ერთი და იგივე რაღაცა და ბევრი რაოდენობით, შეგიძლიათ ამ ფუნქციების გამოყენება უკვე ოღონდ პასპორტის და მიხედვით. გვაქვს ნემსის პოზიცირება და მაგრატლის ჩართვა-გათიშვა, ქარხნულ პარამეტრებზე გადაყვანის საშუალება, გახმოვანების ჩართვა-გათიშვა, დეკორატიული ნაკერი და იდენტურად პროგრამული კერვა კონკრეტული რაღაცების. აქ ჩვენ გვაქვს ფიქსატორის ჩართვა-გათიშვა, ძაფის ფიქსატორის ეს ნაწილი არის, რომელზეც არის დამოკიდებული ჩამაგრების ხარისხი. ჩვენ გავუკეთეთ უკვე რამოდენიმე ტესტი. აქ